ეგრეთ წოდებული 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. რადგან შეთანხმების დეტალების დაზუსტებას დრო სჭირდება, სხდომაც 19 ივნისამდე გადაიდო. ეს არის საქმის ეპიზოდი, სადაც 15 პირი იყო ბრალდებული. მათგან 8-მ საპროცესო შეთანხმება ითხოვა და სასამართლო დარბაზიდან სამშაბათს გათავისუფლდნენ. სავარაუდოა, რომ მომდევნო პარასკევს მოსამართლე გიორგი გელაშვილი ზაქრო ალბუთაშვილს დარბაზიდან გაათავისუფლებს. 66 წლის ალბუთაშვილი რამდენიმე წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. რაც შეეხება დანარჩენ 6 ბრალდებულს, გიორგი ჩახუნაშვილს, ზიად არახველიძეს, დავით ჟღენცს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას ისინი ბრალის აღიარებას კვლავ არ აპირებენ. ამიტომაც საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდებათ. სავარაუდოა, რომ მათი განაჩენი 19 ივნისს გამოცხადდება. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. აქედან 22 ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე უკვე გათავისუფლდა.